იმიტომ ხო არ მალავს პროცესს დასვით კითხვა, იმიტომ ხო არ მალავს ქართული ოცნება ამ ხელშეკრულებას, რომ იქ არის პუნქტები, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს კითხვა ლეგიტიმურია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ხელშეკრულების გასაჯაროების გარეშე შეგვიძლია გავაკეთოთ შეფასება, რომ ეს ხელშეკრულება და ეს პროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რატომ? და ახლა ვთქვათ, რატომ ამ კითხვას გავცეთ პასუხი. ის რომ ხელშეკრულება არის დახურული და საიდუმლო, ეს არის პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილი და აბსოლუტურად ვერ ამოწურავს იმ კითხვებს, რომელიც არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით. და კითხვები არის ბევრი. კითხვები არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება და ეს პროექტი ხორციელდება არადემოკრატიულად, იმიტომ რომ ეს პროექტი საფრთხეს უქმნის იმ ადამიანების ცხოვრების ხარისხს, ვინც იქ ახლომახლო ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე. ეს კითხვები მიემართება ურბანულ განაშენიანებას, ეს კითხვები მიემართება გაზრდილ საჯარო დანახარჯებს, ეს კითხვები მიემართება ეკონომიკას, ეს კითხვები მიემართება ეკოლოგიას, ეს კითხვები მიემართება სოციალურ საკითხებს, კასკადი არის მთელი, რომელსაც ამ ხელშეკრულების ღიაობა ამ კითხვებს ვერ დააკმაყოფილებს. მე მინდა რამ ძალიან მარტივად თქვა, ხო? ძალიან ბევრი არის ამაზე სალაპარაკო, უამრავი პრობლემა აქვს ამ პროექტს. მაგრამ დავიწყოთ თავიდან. წარმოიდგინეთ, ეს არის 1000 ჰექტრამდე საუკეთესო ტერიტორია. ეს არის მიწა როგორც ამოწურვადი რესურსი, არაგანახლებადი, რთულად განახლებადი რესურსი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის საკუთრება. საქართველოს მმართველმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს მიწა გადასცეს ერთ კომპანიას, იქ მოგების და გროვების მიზნით, ისე რომ საქართველოს მოქალაქეებს ამაზე არაფერი კითხა. ანუ ფაქტობრივად წაართვა ქართველ ხალხს ის, რაც მისია და გადასცა ინვესტორს. ეს არის ერთი პრობლემა. არგუმენტად სახეში გვაფარებენ იმ ინვესტიციის ღირებულებას, რომელზეც ასე აპელირებს ქართული ოცნება. ეს ინვესტიცია მოვიდეს, მოსულიყო, რა დარწმუნების მექანიზმები არ ქონდა, მედია მექანიზმები არ აქვს ქართულ ოცნებას, ის პროპაგანდა, რომელიც არ იმუშავებდა, რომ ეს კარგი ყოფილიყო. თუ ეს ყველაფერი კარგი იყო, მოსულიყო, აეხსნა ხალხისთვის და ხალხი დაეთანხმებოდა, მაგრამ შეუძლებელია ამის გაკეთება, იმიტომ რომ უკვე ეტყობა, უკვე გასაგებია ამ პროექტის არსი. ახლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, ეკონომიკა. ინვესტიცია თავისთავად არ წარმოადგენს კეთილდღეობის აბსოლუტურ გარანტიას, ხო? ის რომ დიდი ინვესტიცია ავტომატურად გამოიწვევს ჩვეულებრივი ხალხის კეთილდღეობას და მისი კეთილდღეობის ზრდას, ხალხის კეთილდღეობის ზრდას. ეს ასე არ არის და ეს ჩვენ ვნახეთ, ხო? იმიტომ რომ ქართული ეკონომიკა იზრდება ბოლო წლებია, ამას უყურებთ, მაგრამ ეს არ აისახება ქართველი ხალხის ჯიბეზე, ხო? ხალხი ღარიბდება, დანახარჯები ეზრდება, ფასები იზრდება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეკონომიკის ზრდა აისახება მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო კლანზე და არა ხალხზე. იმისთვის რომ ეკონომიკური ზრდა აისახოს ხალხზე, ამას სჭირდება გათანაბრების მექანიზმები, რომელსაც საქართველოს არც ეს, არც წინა მთავრობა არ იყენებდა. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ეს არის საჯარო დანახარჯები, ხო? ამხელა ტერიტორიის მართვას და ფუნქციონირებას სჭირდება ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა. მარტო ამ პროექტის შიგნით კი არ, რომელიც შეიძლება აიღოს თვითონ იმ კომპანიამ ინვესტიციაში იყოს ეგ ჩათვლილი. არამედ ეს ხო იზოლირებული არ არის, ეს ხო უნდა ჩაერთოს ორი ქალაქის ურბანულ ქსოვილში. აქ საჭირო არის გზების მიყვანა, აქ საჭირო არის ინფრასტრუქტურის მიყვანა, აქ საჭირო არის წყალგაყვანილობა, ელექტროგაყვანილობა და ასე შემდეგ, რაც ქართველი ხალხის ჯიბიდან უნდა წავიდეს. მე კიდევ ერთი არგუმენტი, ეს არის წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად ორი ქალაქი იქნება, ქალაქი ქალაქში, ასე ვთქვათ, თბილისსა და ბათუმში ორი ახალი ქალაქი იქნება და რას გვაძლევს ეს? ეს გვაძლევს ამ ორ ისედაც გაბერილ ქალაქს, ბათუმს და თბილისს, დაემატება კიდევ უფრო დიდი
მოცულობის ქალაქი ქალაქში და ის ასიმეტრია და უთანასწორობა როგორც თქვათ მოსახლეობის ისე პოლიტიკური ან ეკონომიკური რაც არის საქართველოს და საქართველოს და ამ ორ საქართველოს სხვა ქალაქებს და ამ ორ ქალაქს შორის კიდევ უფრო გაიზრდება. აქ არის სოციალური განზომილებაც, ხო, წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად ეს არის უბანი თუ ქალაქი მდიდრებისთვის. ქალაქის რაღაცა დაცული ტერიტორია მაღალშემოსავლიანი ადამიანებისთვის, რომლებიც ფაქტობრივად არიან განცალკევებული სხვა საქართველოს სხვა მაცხოვრებლებისგან, იქ არის ამათი დაცული ტერიტორია და ეს წარმოშობს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის და კიდევ უფრო ახალისებს იმ სოციალურ უთანასწორობას, რაც ამ ქვეყანაში გვაქვს და ეკოლოგიური საკითხი, ხო და გარემოსდაცვის საკითხი და საჯარო სივრცეების საკითხი. ეს ორი ტერიტორია არის გამწვანებული ტერიტორია, ხო? განსაკუთრებით აი ეს კრწანისის მიმდებარე ტერიტორია. ეს არის გამწვანებული ტერიტორია, ეს არის ქალაქისთვის განიავების მდინარის ხეობა არის, ხო? ხეობებია განიავებისთვის, ტემპერატურის კონტროლისთვის, ჟანგბადისთვის, ჰაერის მოძრაობისთვის, რეკრეაციისთვის ეს ნადგურდება და გადაეცემა აი ამ მდიდრებს და ქალაქი ვეღარ ისარგებლებს, ერთი დაკარგავს და რაც დარჩება იმიტომ რომ განაშენიანება ხო ამას გაანადგურებს, ხო ამ პროექტის მასშტაბებით ვიმსჯელებთ, აუცილებლად გაანადგურებს.